დანო. დიდი მარხვის პერიოდში იკითხება წმინდა წერილის სხვადასხვა ამონარიდი, რომელიც არის ჩართული მსახურებაში. კითხულობთ ისაია წინასწარმეტყველს მე-6 ჟამზე. წუხრისავს კითხულობთ დაბადებას და მეფე სოლომონის იგავთა საკითხავებს. ჩვენ ხშირად გვესმის, უბრალოდ გვსმენია ფრაზა, რომელიც არის წმინდა წერილიდან. უფალმან შემუსროს ამპარტავანი, ხოლო დაბალთა მოსცეს მადლიო. ეს ფრაზა არის მეფე სოლომონის იგავთა საკითხავებიდან ზუსტად დღევანდელ დღეს, რომელიც იქნა წაკითხული. საერთოდ დღევანდელი ნაწყვეტი და მთლიანად სოლომონის იგავები არის მოწოდება ადამიანისა სიბრძნისაკენ. და დავით მეფე ბრძანებს დასაწყისი სიბრძნისა შიში უფლისაო, ხოლო მეფე სოლომონი ბრძანებს დასაწყისიც და დასასრულიც არის შიში უფლისაო. და აი ამ საკითხავებში, თვითონ იგავის საკითხავებში, მეფე სოლომონი შეაგონებს სმენელს, კითხველს, რომ მან ეძიოს სიბრძნე, მაგრამ სიბრძნე ებძიოს არა როგორც ცხოვრებისეული გამოცდილება მხოლოდ და შემეცნების შედეგი სამყაროსი, არამედ როგორც შემეცნება ღმერთისა. სამყაროს შემეცნებამ, ღმერთის შემეცნებამდე უნდა მიიყვანოს ადამიანი. ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ და სიბრძნემ მას უნდა დაანახოს ღვთის სიდიადე და ღვთის განგებულება ადამიანის და მთლიანად მთელი სამყაროს ცხოვრებაში. და მეფე სოლომონს დღევანდელ დღეს აი ესეთი სიტყვები აქვს, რომელიც მინდა წაგიკითხოთ თქვენ და გაჩვენოთ, რომ რა არის სიბრძნე ღვთის წინაშე. რა არის ეს? მხოლოდ კი არ არის აი რაღაც მოქმედება, ან თქვათ რაღაც სათნოება, აი რაზეც ბრძანებს. ახლა წავიკითხავ და უფრო ნათლად გამოჩნდება რაზეა საუბარი. რამოდენიმე ამონარიც გავაკეთებ. არა გეშინოდეს შენ შეწუნებისაგან მომავალისა, არცა ზედა დასვისაგან უფრთოთაგან მომავალისა. რამე თუ უფალი იყოს ყოველთა ზედა გზათა შენთა და დაამტკიცნეს ფერხნი შენი, რათა არა შეიძრა. ნუ დააყენებ კეთილის ყოფასა ნაკვლევანისასა, რაჟამს აქვთეს ხელსა შენსა შეწევნა. ნუ იტყვი წარვეთ, მიიქეცაც და ხვალ ქცე მოვეთ. ძალ თუ გედვას კეთილს ყოფად, რამე თუ არა უწყი თუ რაი
შობს მომავალმან თხემან. ნუ ზრახავ მეგობრისა შენისათვის ძვირსა, რომელი შეყოფილ და მოსავ იყო შენდა. ნუ მტერ მოყვარე ექმნები კაცსა ამაოსა, ნუ უკვე ბოროტი რაიმე გიყო შენ. ნუ მოიგებ კაც და ბოროტ და მაყვედრებელად შენ და ნუცა ბაძავ გზათა მათა. რამე თუ არა წმიდა არიან წინაშე უფლისა ყოველი უსჯულო და მართალთა თანა არა დაადგრეს იგი. წყევა უფლისა სახსა ზედა უმხდოთასა და საყოფელნი მართალთანი იკურთხნენ უფლისა მიერ. უფალი ამ პარტავანთა შემოსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი. და როგორც მოვისმინეთ, წმინდა სოლომონი ბრძანებს, რომ ის რაც სათნოებითი მოქმედება და ცხოვრება არის, ეს არის სიბრძნე ღვთის წინაშე. ამიტომ უნდა უნდოდეს ადამიანს სათნოება, არა იმიტომ რომ კარგი გავაკეთე, არა იმიტომ რომ მე კარგი ვარ, როდესაც კარგს ვაკეთებ, არა, იმიტომ რომ სიკეთის ქმნა ღვთის წინაშე და ღვთის გულისათვის ეს არის აი ამ ღვთისაგან მოცემული მადლის მიღება და ეს მადლი განაბრძნობს ადამიანს. ეს მადლი მას ძალას აძლევს. ეს მადლი მას განამტკიცებს. ამიტომაც უნდა ვეძიოთ ჩვენ სათნოება, ძვირფასო, ძმანო და დანო და ეს არის სიბრძნე წინაშე ღვთისა. ჩვენ ზოგჯერ მიგვაჩნია, რომ რაღაცა მოქმედება, ვაი როგორ ამბობდა წმინდა სოლომონი, რომ ზოგიერთ რედაქციაში უღბრთონი არის მოხსენიებული როგორც ბიწიერი ან როგორც მასხარა, თქვა, აი ასე არის უღბრთონი. იმიტომ რომ უღმერთოება ეს არ არის მხოლოდ ღმერთის უარყოფა და საკუთარი თავის ათეისტად გამოცხადება. უღმერთოება ეს არის არასწორი ცხოვრებაც ღვთის წინაშე. სხვა არის, როდესაც შევცდებით და ცოდვას ჩავიდენთ და სხვა არის, როდესაც ჩვენ შეიძლება ვთქვათ, მე კი ღმერთი მწამს, მაგრამ მეორე წუთას ადამიანს ისე მწარედ შევაგინოთ, ესე იგი, ან დავწყევლოთ, ან ბოროტი განვიზრახოთ მის მიმართ, რომ ახლოსაც კავშირშიც კი არ იყოს სარწმუნოებასთან და ეკლესიურ ცხოვრებასთან. და აი ამგვარად, ძვირფასო, ძმანო და დანო, სიბრძნე არის ღვთის სიტყვის აღსრულება. იმიტომ რომ მოვიპოვოთ მადლი უფლისა და გონიერება საღვთო. ამისკენ ვართ ჩვენ მოწოდებულნი, ძვირფასო, ძმანო და დანო, ყველანი სასულიერო პირებიც და ეკლესიის შვილებიც, ყველანი ერთად და ამას უნდა ვეძიებდეთ. და აი დიდი მარხვა ჩვენ ამას შეგვახსენებს, ყველანაირად, ყოველი სიტყვით, ლოცვით, რომელიც აღევლინება და მარხვით, რომელიც ჩვენ სულს ეხმარება, რათა შემსუბუქდეს, რამე თუ მარხვა, როგორც არაერთის გვითქვამს, ეს არის თავშევკავება არა მხოლოდ რაღაცა სახის სალმოვაგისგან, არამედ თავშევკავება
ყოველივე უჯეროსაგან, ყოველივე არასწორისაგან. და ეს ცდელობა განვახორციელოთ ძვირფასო ძმანო და დანო და ღმერთი ჩვენ შეგვძენს ზუსტად გონების განწმენდას და განწმენდილი გონებით მოვიპოვებთ საღვთო გონიერებას, რომელიც ჩვენი სულისათვის არის აუცილებელი ცხოვრებისათვის და სიხარული მოაქვს ჩვენთვის და ჩვენი მოყვასისათვისაც. მერთმა დაგლოცოთ ძვირფასო ძმანო და დანო, მერთმა განწმინდოს ჩვენი გონება ღვთის სიტყვის აღსასრულებლად. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.